მივესალმები ჩვენ სტუმარს. ნიკა მელია, მთავარი ოპოზიციური პარტიის ნაციონალური მოძრაობის ლიდერია. ჩვენი სტუმარი ნიკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ამ გრძელი და დამღლელი გზის და ვიზიტის შემდეგ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი და ასრულებთ ჩვენს კითხვებს, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ადამიანი პირველ რიგში ამომრჩეველი თქვენი, ოპოზიციური ამომრჩეველი ძალიან ელოდება, რას ეტყვის ნიკა მელია ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ საკუთარ ამომრჩეველს. ამიტომ მოდით სწორედ ვაშინგტონის ვიზიტით დავიწყოთ. მე აუცილებლად გკითხავთ იქ შეხვდით თუ არა გიორგი გახარიას, ეს ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო იმ დროს, როდესაც თქვენ ვაშინგტონში იმყოფებოდით, მაგრამ მოდით ჯერ დავიწყოთ იმ შეხვედრებით, რომელიც გამართეთ თქვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, აი როგორია ამერიკიდან დანახული ქართული პოლიტიკა. დიდი მადლობა მოწვევისთვის, პირიქით ყოველთვის სასიამოვნოა. თქვენს გადაცემაში მონაწილეობის მიღება. დიდი მადლობა. გადაჭარბების გარეშე იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩვენი დელეგაციის, განსაკუთრებით მithქვამს და გავიმეორებ უკანასკნელი წლების განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას არ ქონია მსგავსი შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც დადებით ნამდვილად დიდი პაუზა გამოვიდა. ჩვენს პარტიაზე არ მეტყველებდა, მაგრამ რაც იყო, ეს წარსულში იყო და წარსულის შეცდომები არათუ არ უნდა გავიმეოროთ, პირიქით გამოვასწოროთ და ვფიქრობ, სწორედ ამით არის საინტერესო პოლიტიკური ცხოვრება, რომ პარტიას აქვს უნარი ბევრი მიმართულებით განავითაროს საკუთარი უნარჩვევები, ურთიერთობები და მუდმივად იყოს პროგრესზე ორიენტირებული და ახლა სტრატეგიულ პარტნიორთან ესეთი ჩავარდნა 5-წლიანი, 6-წლიანი ურთიერთობის თვალსაზრისით ნამდვილად არ გვეპატიებოდა, რაც უკვალოდ მებჯერა, რასაც უკვალოდ არ ჩაუვლია. ნიკა, თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ მაინტერესებს, იმიტომ რომ აი რაღაც ეტაპზე, როდესაც ფასილიტაციის პროცესი მიდიოდა, როდესაც ოპოზიცია იყო მთლიანად ბოიკოტის რეჟიმში, გდარჩა განცდა, რომ თითქოს აი ამ პროცესის მოგვარების მიზნით, აი ამ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, თითქოს ჩანდა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, საერთაშორისო პარტნიორები რაღაცნაირად ხელისუფლებას უჭერდნენ. ხართ დაგრჩათ ასეთი შთაბეჭდილება? ყოველ შემთხვევაში ხშირად ეთერში არ მithქვამს, მაგრამ მეგობრებთან კერძო საუბრებში ნამდვილად აღნიშნავ, რომ ისო დღემდე ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და მართვის სადავეებთან და ისო დღეს ქართულ ოცნებას მიტაცებული აქვს სახელმწიფო და ეს ასე არის და ამას უბრალოდ ქართველი პოლიტიკოსები კი საუბრობენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები სხვადასხვა მეგობრულ სახელმწიფოთა დედაქალაქებში. ნაწილობრივ ეს ოპოზიციის ბრალიც არის. იმიტომ რომ ბევრი შეცდომა დაუშვით უკანასკნელი წლების განმავლობაში და რო არ არის დაშვებული შეცდომები, დღეს ქართული ოცნება ნამდვილად არ იქნებოდა. მთლიანად ოპოზიციას გულისხმობთ თუ ნაციონალურ მოძრაობას? და ეხლა სხვაზე ვარ გამოვიდეს საუბარი, ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა ოპოზიციაში ნაციონალურ მოძრაობის წილი უდიდესი არის და რა შეცდომა არის მთავარი ნიკა, თქვენ აი ამ გადმოსახედიდან მიგაჩნიათ, რომ ყველაზე დიდი ერთი ის, რომ რეალურად თუნდაც ეხლა შარშანდელი არჩევნები გაცილებით უკეთესად შეიძლებოდა ჩაგვიტარებია და მეწუნეთ დღეს არ იქნებოდა ქართული ოცნება, მართლაც არ იქნებოდა ხელისუფლებაში, რომელიც მიტაცებულია, გავიმეორებ, მეტი координация რო ყოფილიყო ოპოზიციურ პარტიებს შორის, ელემენტარულად ბევრმა ვერ დაინახა ალტერნატივა ბიძინა ივანიშვილისა, ხო, ალტერნატივად ვერ აგვიხვა მოსახლეობის რაღაცა ნაწილმა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ხო, ის პროცენტი. ეხლა გაყავდა არჩევნები, ბუნებრივია გაყავდა არჩევნები, მაგრამ გაყავდა არჩევნები იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც არ იქნებოდა ქართული ოცნებისთვის საკმარისი, ჩვენ რომ მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყავით, მაგრამ ახლა ამ გადმოსახედიდან ეს ყველაფერი პირიქით უპირატესობად მგონია ჩვენი ოპოზიციური, ასე ვთქვათ, ანუ გამოცდილება, რომელიც ახლა უნდა გაიზიაროთ, ეს არის რახან არის სივრცე ასათვისებელი გაუმჯობესებისთვის, ხო? ეს ნიშნავს, რომ რესურსულები ვართ. ყველაფერი რომ გაგვეკეთებია შარშან მოსაუბრულ უკანასკნელი არჩევნები იყო და ის შედეგი დამდგარიყო, რა შედეგიც დადგა, ხო? შეიძლება ნაკლები ყოფილიყო პესიზმის საფუძველი, მაგრამ როდესაც ვიცით, თუნდაც ნაციონალურ მოძრაობის თავს რა არის შესაძლებელი და რა მიმართულებით გვაქვს გასაუმჯობესებელი ჩვენი მუშაობის ხარისხი, აქ ხედავ დიდ ზრდის პერსპექტივას. რაც შეეხება ამერიკაში ვიზიტს, ხა ძალიან საინტერესო და სასარგებლო, რაც არ უბრალოდ მნიშვნელოვანი, არამედ სასარგებლო იყო. ეს შეხვედრა და ვცდილობდით, რომ დელეგაციის წევრები, ხა მე თიკა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი, იქ ძირითადად ჩვენ წარმოჩინებულიყავით არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებად, არა მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებად, არამედ პირველ რიგში
იმ ქვეყნის და იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებად ყოფილიყავით შეხვედრებზე სტრატეგიულ პარტნიორებთან, ერთმაგიდასთან სხდომები, რომელსაც წარმოვადგენთ და რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენი გეგმები და ახალი ხედვები, რაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს, გავაცანით და მეწმუნეთ ძალიან საინტერესო იყო ეს მათთვის რიგ შემთხვევებში სასიამოვნო გაკვირვებულებიც კი იყვნენ, იმიტომ რომ ხედვა რეალურად შეცვლილი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ახალი ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობას, იგივე ის რომ ჩვენ მართლაც გვჯერა რომ ძალა წარმატებისა მინიმუმ გარდამავალ ეტაპზე არის თანამშრომლობაში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რაც არ უნდა ვინმეს მცირე თუ დიდი ხარდაჭერა კონდეს, კოალიციური ასე თქვათ ძალისხმევა არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ ამაზე პროაქტიული საუბარი ჩვენს პარტნიორებთან დიახაც იწვევს სიმპათიას. ერთიც, იმიტომ რომ ჯერა და მოთხოვნაც არის საზოგადოებაში ამ ერთობისა და მეორე მე პირადად როგორც პოლიტიკოს ნამდვილად მჯერა რომ ძალთა გაერთიანებით და ამ ძალისხმევით, ოდესაც ჩვენ მართვის ადავებთან მოვალთ ქვეყნისა და მოვალთ აუცილებლად აი ამ ადგილიდან სულ რაღაც 30 წუთის გზაზე რომ რუსის ტანკები დგანან, ხო და რუსი ჯარისკაცები დგანან, აი ამ მზარდი და განგრძობადი რუსეთის პოლიტიკური წნეხისა და აგრესიის პირისპირ კოალიციური გაერთიანება ოპოზიციური პარტიებისა, ხო უფრო გაუწევს წინააღმდეგობას, უფრო მიიღებს დიდ ხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ვიდრე ცალკე აღებული ერთი ნებისმიერი ერთპარტიული კი, ნიკა, ჩვენ აუცილებლად უნდა გადავიდეთ სტრატეგიაზე ნაციონალური მოძრაობის საბჭოში, სახელმწიფო ადმინისტრაციაში მართლაც მაღალი დონის შეხვედრები იყო, სამწუხაროდ ნაწილი შეხვედრების გაშუქება ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არის COVID რეგულაციები და იქ მედიის წარმომადგენლები არ დაიშვებიან, მაგრამ ეს არ იყო ეხა მთავარი ეს შეხვედრები შედგა და პირადი კონტაქტები დამყარდა ყველაფერს თავიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანები, რომლებიც თქვენ გიჭერდნენ მხარს, მაშინ როდესაც თქვენ იყავით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ტყვეობაში და ძალიან რადიკალურ განცხადებებს აკეთებდნენ და ძალიან დიდი დამსახურება ამ ადამიანების თქვენი გარეთ. როდესაც თქვენი გადაცემების მეშვეობით ეხლა ვეცნობოდი სხვადასხვა თანამდებობის პირების მიერ გავრცელებულ განცხადებებს და ახლა ამ ადამიანებს პირადად შევხვდი, რა თქმა უნდა, ჩემთვის ემოციურად ეს იყო ძალიან ამაღელვებელი და მათთვისაც, როგორც ჩვენ ეს კომენტარებიდან მოვისმინეთ, ძალიან კარგი შტაბ-ჭრილება დატოვეთ. აუცილებლად ყველა მათგანი უკვე მიცნობდა და პირადი კონტაქტები და ურთიერთობები, ამის თქვა მინდოდა, ამის აზრი ყველა სფეროში განსაკუთრებით პოლიტიკაში არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ელემენტარულად შენ როდესაც უკვე გააქვს შესაძლებლობა 5 წუთში დაამყარო ურთიერთობა ტელეფონის მეშვეობით, მაშინ როდესაც ძალიან турბულენტო გეოპოლიტიკურ კონტექსტში ახლა მოღვაწეობთ ქართველი პოლიტიკოსები, შენი სტრატეგიული პარტნიორის თან მიმართებაში, როდესაც შენ გააქვს იმისი ფუფუნება, რომ აიღო ტელეფონი და ისე დაუკავშირდე, ამას რა თქმა უნდა ფასდაუდებელი, ასე ვთქვათ, ნიშნულობა აქვს და ძალიან დიდი ფასი აქვს. ხარდაჭერა არის, რა თქმა უნდა, უპირობო, რა თქმა უნდა, ისინი დემოკრატიული ფასეულობებისა და ღირებულებების განმტკიცებას ხელს შეუწყობენ. ჩვენ პრაქტიკულად ერთ ბრძოლაში ვართ, მათთან ერთად ერთი ფრონტის მებრძოლები და ჯარისკაცები ვართ, რომელსაც ჰქვია დემოკრატიული წესწყობილების დამყარება. ისინი წუხან და იციან, რომ ეხლა ქვეყანაში შეუძლებელია ერთდროულად არსებობდეს ოლიგარქიული წესწყობილება და დემოკრატიული მართლობა და ამაზე თვალს აღარ დახუჭავს გამორიცხული. და ამას ღიად ამბობენ, რომ დემოკრატია საფრთხეშია და აუცილებლად ხორციელდება დემოკრატიული ფასეულობების ექსპორტი, ხომ? და ქვეყანა საიდანაც ცივილიზაციის იმპულსები მოდის და არა მხოლოდ იმპულსები, ხო? ქვეყანა, რომელსაც 32 წლის განმავლობაში უდიდესი პოლიტიკური და ფინანსური ინვესტიცია განახორციელა ჩვენი სახელმწიფოებრივი საფუძვლების შექმნაში, მერე მის მოღონიერებაში, ნამდვილად არ შეეგუება ამ ქვეყანაში ოლიგარქის ასე ვთქვათ, სამარჯამოდ წამოსკუპებას, თუმცა რა თქმა უნდა, ამ თემას განვაგრძობთ აუცილებლად მით უმეტეს, რომ სენატორი
ჟირიშისგან იყო ასეთი გზავნილი, რომ შეერთებულ შტატებში და ვაშინგტონში არ წყდება ქართული პოლიტიკა, წყდება, რა თქმა უნდა, საქართველოში მას წყვეტენ ქართველი პოლიტიკოსები. ამ ნაწილზე გადავალთ უბრალოდ ამერიკის თემა რო ამოვწუროთ. გიორგი გახარიას ვიზიტი დაემთხვა ასევე იმ დროს, როდესაც თქვენ მიხეილ სააკაშვილი, ლელოს ლიდერები იმყოფებოდით შეერთებულ შტატებში და აქ იყო მოკლედ ძალიან დიდი ამბავი ქართული ოცნების მიერ აგორებული, რომ ეს არ არის შემთხვევითობა და რომ სპეციალურად დაგეგმეთ ერთად. შეხვდით გიორგი გახარიას ქართული ოცნების მორალური დაცემის აი მაგალითები ის კორეანტელი იყო, რასაც ისინი კადრულობენ საკუთარი გუშინდელი თანამებრძოლის მიმართ. ხო, ეხლა ეს მათი პრობლემაა და მათი ზნეობის საკითხია. სინამდვილეში რა მოხდა? ხო, ათას სპეკულაცია მესმის ეხლა დაახლოებით 4 დღის დაწყებული ქონდა ჩვენ შეხვედრა. მე მამულოშიც და თიკა ბოკუჩავას, მიხეილ სააკაშვილი ჯერ არც კი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც დილით ადრე ჩვენი დღეს გავიგე რომ იმ სასტუმროში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობდით 4 დღის განმავლობაში შემოსახლებულა ბატონი გახარია, ისე რომ მას არ ჰქონდა ეს ინფორმაცია და იმ სართულზე დაიდობინა, რომელზეც მე ვიყავი მეხუთე სართულზე ყველაფერთან ერთად სასტუმროს. ერთ სართულზე იყავი? სართულზე ყოფილვართ, ხო, ხა ჩემმა მეგობარმა დილით ადრე შეამჩნია, როგორც კი ხა მალევე გაიგო რომ ჩვენ იქ ვიყავით, მეორე დღეს დილით ადრე გავიდა სასტუმრო და გადავიდა სხვა სასტუმროში და არ გინახავთ, ანუ არანაირ გადაკვეთა არ ქონდა. არ მოგვეცა შესაძლებლობა, დიახაც. ამიტომ ის რომ ეხა რაიმე სახის შეხვედრა გაიმართა ეხა ჩვენ შორის, მით უმეტეს ეხა მიხეილ სააკაშვილის შორის, რომელიც არც ყოფილა იმ დღეებში საერთოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნუ ეს მიუთითებს წარმოიდგინეთ მარტო ეს მაგალითი აი რატომ რისთვის მოიგონა ეს ქართულმა ოცნებამ? ნიკა, თქვენ რას ფიქრობთ, რომ აი მაგალითად გიორგი გახარია გადმოიყვანოს ოპოზიციურ ველზე, რომ ქართულ ოცნებას არ წაართვას მეტი ამომრჩეველი, თუ აი რა მიზანი აქვს? ხო, აი მარტო აი ამ მაგალითით რომ ვიმჟელოთ, ჩანს ქართული ოცნების რეალური სახე, რომელიც მზად არის აი საარაკუტყვილი საკადროს საზოგადოებას და საარაკუტყვილი საკადროს საკუთარ ამორჩევლს. თან ისეთი ასე ვთქვათ, სერიოზული სახეებით საუბრობენ თითქოს წამყვანი ქართული ოცნების პოლიტიკოსები, რომ შეიძლება თავად შეგეპაროს ეჭვი, მართლაც ხო არ გაიმართა ეს შეხვედრა და Facebook პოსტებსაც წერენ და ნუ კი, ირაკლი კობახიძემ თქვა მარტო მორწმუნეები თუ დაიჯერებენ, რომ შემთხვევითობაა. არტიკულირებენ, რეალურად მოხდა ის რაც მოხდა. კომენტარებს აკეთებენ და ვიზე აკეთებენ, რა გუშინ და გუშინ წინ ზედამთვარე რო ამოსდიოდათ იმ ადამიანზე, ხო? კი, სუპერძალოვან მინისტრს რომ ეძახდნენ და ბატონ გახარიას, ეს მათი ურთიერთობაა ერთმანეთის მიმართ, როგორც ჩანს დაუყებელი რაღაცა სურვილი რომ გაანადგურონ, ცალკე ბატონ გახარიას და ცალკე არ ვიცი მე ხა ქართული ოცნების ამ წევრებს ეთყობა, ნუ ეს მესმის გუშინდელი თანაპარტიელებს შორის, როდესაც მათი გზები იყრება, ყოველთვის უფრო დიდი შუღლი ღვივდება ხოლმე და ამას ვადენთ ჩვენ თვალყურს, თუმცა ქართულმა ოცნებამ აქაც კი წარმოაჩინა საკუთარი თავი ყველაზე ცუდი კუთხით, როგორ შეიძლება ესეთი ტყვილი, როდესაც ტირაჟირდება მათი მხრიდან, სხვა რაიმე საკითხა მიმართებაში მათ დაუჯეროს ადამიანმა. სხვა რაიმე საკითხა მიმართებაში როგორ შეიძლება, აი არ ვიცი, კობახიძეები, მდინარაძეები, არ ვიცი, გვარები, მეც კი არ ვიცი, უმეტესობის ვინც ქართულ ოცნებაში, როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ დაუჯეროს მათ. კი ბატონო, გიორგი გახარიას ფაქტორი, ნუ საინტერესო გასულ კვირას იყო არა მხოლოდ ამ ჭორის გამო, რაც ქართულმა ოცნებამ ააგორა, რომ თითქოს მას შეხვედრები ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან, ასევე თქვენს არ ყოფნაში გამოქვეყნდა იფსოსის კვლევები. მთავარმა არხმა გამოაქვეყნა, გეცოდინებათ ეს შედეგები. მთავარი, რაც არის ამ კვლევებში, რომ ქართული ოცნება 43%-თან ახლოსაც კი არ არის. ანუ ძალიან დიდი მაჩვენებელი აკლია იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მან აიღოს 43%. ეს გარკვეულწილად კი გახდა ოპოზიციისთვის ერთგვარი ოპტიმიზმის საფუძველი, მაგრამ თქვენთვის რა არის მთავარი? აი, რა დაინახეთ ამ კვლევებიდან? საინტერესო. ეხლა უკვე 8 წელს განმავლობაში აქტიურად ვარ, ხო, რაც პოლიტიკაში ვარ, ჩართული საარჩევნო პროცესებში და არ დაგიმალოთ, თამარ, არასოდეს არ ვიყავ ისე დარწმუნებული. არასოდეს არ ვიყავ ისე დარწმუნებული წარმატებაში, როგორც ვარ წელს. აი საერთოდ ეჭვი არ მეპარება, ერთადერთი თავად ოპოზიცია თუ ძალიან მოინდომეს და ძალიან მოვინდომებთ და უბრალოდ წარმატებულ შედეგზე ძალით თუ არ გავიყოთ საკუთარ თავს. რატომ ხართ ნიკა ასე დარწმუნებული? შეუძლებელია, იმიტომ რომ არ არსებობს, არ არის ბევრი რამ შეიცვალა შაშანდელი არჩევნების შემდეგ
და ეს ფაქტორი არ არის უმნიშვნელო ფაქტორი 53%-ის აღების შესაძლებლობა თეორიულად არ არსებობს ქართულმა ოცნებამ ეხლა არ ვიცი ეხლა ბუჯა უნდა ტენოს საარჩევნო ყუთებში მაშინ მესენე ბიულეტენები ასე არჩევნები ვერ მოიგება 6-7% ყალბდება ისე როდესაც შეგიძლია მართლაც არ ჩატენო საარჩევნო ყუთში ბიულეტენი მაგრამ როდესაც მეტი გაყალბება გჭირდება ანუ პროცენტულად მაშინ მართლაც უნდა ჩატენო რაც შეუმჩნეველი არჩება პლუს ძალიან დიდი სადამკვირვებლო მისია იქნება ეხა წარმოდგენილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ეხა მე მჯერა კვლევების ერთია კვლევებს თავი დავონებო მჯერა საზოგადოების განწყობის მესმის აი ეს ამ განწყობას ხედავთ ნიკა თქვენ რომ აქტიური იქნება მოსახლეობა მოვა არჩევნებზე და ის გააკეთებს არჩევანს სადაც 6%-იანი 7%-იანი გაყალბება ვეღარ უშველეს ქართულებს აი გდანში და ალბათ გდანელებიც ეხა მისმენენ და მუხიანელებიც და ავჭალელებიც და დღიდან კამპანიის დაწყებისა ბოლომდე სამ დავამთავრებდით საუბრობდით რომ ჩვენ არჩევნებს მოვიგეთ და მართლა მოვიგეთ იქ მიუხედავად ყველაფრის აი ასევე ვარ ახლა დარწმუნებული რომ ამ არჩევნებს აი ამ რეფერენდუმს ოპოზიცია მოიგებს და ახალი საპარლამენტო არჩევნები და ეს მართლაც ფარსი რომელიც მივიღეთ პარლამენტის სახით რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოების ინტერესებს და მათ ენებას დასრულდება და ჩატარდება გაზაფხულზე ახალი საპარლამენტო არჩევნები ამიტომ ძალიან მალე ჩვენ დავიწყებთ ამ კამპანიაში ჩართვა ძალიან მალე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას ეხლა მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები აქტიური სამზადისი სხვა პოლიტიკურ პარტიებში და დავიწყებთ და დავამთავრებთ და გავალთ ბოლოში რა ფასადაც არ უნდა დაგვიждდეს გამარჯვება დადგება იმიტომ რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს დასასრული მათ შორის ოლიგარქიულ რეჟიმსაც ის ნაწილი საზოგადოების რომელიც დღეს შესაძლებელია გადაღლილი არის არა იმიტომ რომ გამარჯვება არ უნდა უშედეგობით აი ეს ნაწილი საზოგადოებითაც ისე როგორც თქვენ გესაუბრებით დარწმუნებული ვარ რომ ძალიან გააქტიურდება და ჩადგება იმ ფერხულში სადაც დანარჩენი საქართველო იდგება და როგორც ერთი მუშტი ისე შევიკრებით და შედეგიც იქნება შესაბამისი ჩვენ გაზაფხულზე 2022 წლის ქვეყანაში უნდა ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები ავირჩიოთ ახალი პარლამენტი რომელიც იქნება საზოგადოების ნების გამომხატველი რომელიც დააკომპლექტებს ახალ მთავრობას რომელსაც ეყოლება ახალი პრემიერ-მინისტრი რომელსაც ეყოლება ახალი მინისტრთა კაბინეტი რომელიც რეალურად ისაუბრებს ქვეყნის განვითარებაზე უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გაძლიერებაზე და არ ისაუბრებს იმაზე რაზეც საუბრობდა ბატონი გუში ვინც იყო წარმოდგენილი პარლამენტში და ყველაზე დიდი ფარსი რაც კი არის აი თქვენ რა სტატუსით ჩაერთვებით მითხარით და უნდა გადავიდეთ ირაკლი ღარიბაშვილზე იმიტომ რომ თქვენი ბოლო ინტერვიუ მოვისმინე სადაც ამბობდით რომ მაღალი ალბათობით არ იქნებით მერობის კანდიდატი იმიტომ რომ ამაზე მეტი დრო არ უნდა გაიწელოს სამთვეში არ უკვე არჩევნები 2 ოქტომბერს 2 ოქტომბერს ავარაუდოთ უკვე არჩევნები ჩაინიშნება 2 ოქტომბერს ჩატარდება ეხლა რომ გადავითვალოთ 3 თვე არის დარჩენილი ამიტომ კონსულტაციები ბოლომდე მივა მაქსიმუმ 10 დღეში კონსულტაციები ვისთან ნიკა პარტიის შიგნით პარტიებს შორის და როგორც გადაწყდება ისე გადაწყდება პარტიებს შორის თელ ოპოზიციურ სპექტრს გულისხმობთ უნდა ხა სადმე თუ იქნება შეუთანხმობა ესეც შეთანხმება თავარია იმაზე შევთანხმდეთ რომ ვერ თანხმდებით ხო და უმნიშვნელოვანესი არის მიზანი და ეს მიზანი არის 50 53%-ზე დაბლა ჩამოვაგდოთ ქართული ოცნება და ჩამოვარდნილებიც არიან და კიდევ უფრო ჩამოვაგდებთ თუ ეხლა თუ ოპოზიციამ არ მოინდომა და ოპოზიციამ არ იბრძოლა ეს თეორიულად ჰიპოთეტურად ვამბობ ერთადერთი ეს გამოსავალია მაგრამ აქაც ამას განხორციელება არ უწერია იმიტომ რომ ოპოზიციაში არის ის ნაწილი დიდი ნაწილი რომელსაც ძალიან უნდა რომ საზოგადოებასთან ერთად გაიმარჯვოს და ეს ნაწილი წინ წავა და საზოგადოებასთან ერთად ივლის და რაღაცა ნაწილი თუ იქნება რომელიც გადაწყვეტს რომ არ უნდა დაიფერფოს და დაიხარჯოს კი ბატონო ეხა რაც უნდა არჩევანი მათი ანუ ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება ის რომ კაფეოთ თქვენი მერობის არა მე ვფიქრობ რომ თბილისის მერობის კანდიდატი მე არ უნდა ვიყო ეს არ არის სწორი იმიტომ რომ მე თავდადლობის გარეშე ვამბობ ეხა ამ ეტაპზე ბრძოლის ჯობია რომ ქვეყნის მასშტაბით ვიყო მოქნილი და
ჰქონდეს შესაძლებლობა რეგიონიდან რეგიონში გადაადგილების, ისევე როგორც თბილისში ვიყო ძალიან აქტიური, მაგრამ არა მხოლოდ თბილისში. ხა თბილისის მერობის კანდიდატობა ნიშნავს, რომ თბილისიდან პრაქტიკულად ვერ გახვალ. გასაგებია, რომ 1/3 ცხოვრობს მოსახლეობის, გასაგებია, რომ ყველაზე დიდი რაოდენობა ამორჩევლების, მაგრამ ხა დანარჩენი საქართველოს არსებობს და იმ დანარჩენ საქართველოსთანაც კი ბატონო, და თქვენ საერთო ეროვნულ კამპანიაში გნებავთ, როგორ იქნება რა კონფიგურაციას ზე შევთანხმდებით ოპოზიციური პარტიები, მე ვფიქრობ, მაქსიმუმ 10 დღეში ეს უნდა გახდეს ცნობილი რაღაცა კონტურები გამოკვეთილი, რა თქმა უნდა არის, უბრალოდ ეხლა არ არის ამის თქმა აქ სწორი, მაგრამ ჩემთვის ნომერ პირველი ამოცანა და არა მხოლოდ ჩემთვის არის 53%-ის, დათქმული 53%-ის არაღების შესაძლებლობის მიცემა, შესაძლებლობის არ მიცემა 53% ქართული ოცნებისთვის და უადამდელი არჩევნებია, ხახო, რასაც მოყვა ეს ბრძოლა, რა შედეგზეც გავედით, რისთვისაც ბევრი რამ გავწირეთ, ხო? ბოლო-ბოლო ყველაფერს დავიდავანებოთ ნერვები, ხო, უბრძოლოთ, არაფერი არ მოდის. გვაქვს ეს შესაძლებლობა ხელის გაწვენის მანძილზე და ამ შესაძლებლობას უნდა ეხა კაპიტალიზირება და ამას გამოვიყენებთ. დანარჩენი ჩემი აზრით მეორე ხარისხის მნიშვნელობის მატარებელი არის. უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, ეხა თვითმმართველობის არჩევნებია ყველაფერთან ერთად, მაგრამ ეხა ჩემთვის არის თავარი 53%. ახალი არჩევნები, ახალი პარლამენტი, ახალი მინისტრთა კაბინეტი. ეს ყველაფერი უნდა მიიღოს ქვეყანამ, სახელმწიფომ მომდევნო წლის გაზაფხულზე. ამიტომ ყველანი ერთად ძვირფასო საზოგადოებამ უნდა მოვემზადოთ, უნდა მობილიზდეთ იმისათვის, რომ ძალები გავაერთიანოთ, მანამდე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია მოვახდინოთ, ეს ძალიან სწრაფად ხდება, როგორც კი თქვენ დარწმუნდებით, რომ ოპოზიცია არის კონკრეტული გეგმით წარმოდგენილი და ამის შემდეგ რეალურად, რა თქმა უნდა, ფიზიკური მობილიზაცია უნდა მოხერხდეს ყველა სოფელსა და რაიონში. ცოტა დროა და ძალიან უნდა იჩქაროთ აუცილებლად ოპოზიციამ და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, ნიკა, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი ვადამდელი არჩევნების, მაგრამ ჩვენ ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ პარლამენტში, სადაც მან 10 წლიანი განვითარების გეგმა წარადგინა. ნუ ასე ქვია ყოველ შემთხვევაში იმ გეგმას, რაც მოვისმინეთ და 2030 წლამდე ამბობს ქართული ოცნება, რომ აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას. პირველი, რაც მაინტერესებს, თქვენ ვერ დაგინახეთ გუშინ პარლამენტში, რატომ არ დაესწარით ამ გამოსვლას და ორშაბათს აპირებთ თუ არა მიხვიდეთ და თუ მოусმინეთ საერთოდ აი რა გაიგეთ ღარიბაშვილის გამოსვლა. რაღაც ინფორმაციას გავეცანი სოციალური ქსელის მეშვეობით, შეგნებულად მაყურებელს თულს არ ვაკადრებ, არც თქვენ მით უმეტეს, შეგნებულად არ მივედი გუშინ პარლამენტში, მიმაჩნია რომ ამ ადამიანთან არაფერი საერთო არ უნდა მქონდეს და მაქსიმალურად არანაირი შეხებაც არ უნდა მქონდეს. მე პირადად ვფიქრობდი, მისულიყავი თუ არა, არ დაგიმალოთ გზაში ამერიკიდან რომ მოფრინავდი, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღე გაწყვეტილება, არ მისულიყავი, ჩემი ყოფნა გუშინ არ ჩაევრი და უხმაუროთ და ყველაფერი იქნებოდა მეორე მესამე პლანზე გადასული, თუ კი რამე გადასატანი იქნებოდა, იმიტომ რომ ანუ კონფრონტაციის რეჟიმს არ მინდოდა საზოგადოების ნაწილს, თუნდაც ნაწილს დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს იმიტომ უპირისპირდები, რომ მან დამიჭირა მე და მან ასე ჩაატარა ის სპეცოპერაცია. და ნაწილს შეიძლება შთაბეჭდილება დარჩენოდა, იმიტომ რომ ხა მე ვიყო ერთ დარბაზში, სადაც ოლიგარქის წარმომადგენელი არის, მართლაც ადამიანი, რომელიც უსიტყვო მორჩილებაში არის და ამ ფარს ვაკვირდებოდე და მას ბატონო პრემიერ-მინისტრო მიმართო, ეხლა ამას ვერასოდეს ვერ იღისება ეს ადამიანი და რასაც ვფიქრობდი, ის უნდა მეთქვა, რასაც ვფიქრობდი, ხალხის სახელით უნდა მეთქვა და ეს ყველაფერი გამოიწვევდა რბილად, რო თქვა, დიდ დაპირისპირებას გუშინ, რაც ვფიქრობ, რომ საზოგადოებას არ ვაკადრე. ეს არ იქნებოდა ჩემის აზრით, მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება. და ამავე მიზეზით არც ორ შემთხვევაში. არა, იცით რა, იმიტომ რომ ყველაფერი ნათელია ჩემთვის და 4 თვეში ბატონი ღარიბაშვილი და არ ვიცი სხვები ვინც კი არიან რა ოლიგარქის სამსახურში ეს ადამიანები უნდა გავუშვათ სახლებში. ეხლა ნაწილი მათგანი მართლაც სახლებში წავენ, ნაწილი მათგანი იქნებიან ოპოზიციაში, ვინც გაძლებს. კი ბატონო, ჩვენ ისე არ მოვექცევით და ციყვის ბორბალში პროცესი პოლიტიკური უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, ნამდვილად არ უნდა მოვაქციოთ ისინი რეპრესიების ქვეშ, იქნება ღარიბაშვილი ოპოზიციაში და იყოს. მაგრამ 4 თვე თუ არც კი არის და 4 თვე
დიახაც ჩვენ სხვა საქმეებით უნდა დავკავდეთ და ველზე უნდა ვიყო აქტიური და სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც და ძალიან მალე ამ კამპანიას დავიწყებთ და თუნდაც სადამე მაინდა-მაინც გადაიკვეთა ჩვენი გზები კვლავ მე და ღარიბაშვილის და სხვების კი ბატონო ეხლა მაგას არ გავიქცე უბრალოდ ჩემთვის ეს არ არის ეხლა პრიორიტეტული ამიტომ არც ორშაბათს როგორც ჩანს არც ორშაბათს პატივია არ დაგიმალავთ ეხლა მასთან ჩვენი კომუნიკაცია. ისე როგორ გამოიყურებოდა ოპოზიცია? აი გუშინ რამდენიმე ჩემი კოლეგა პატივს ვცემ ეხლა თან კითხვას უსმენ თან ბატონო პრემიერ-მინისტროს ეხლა ნუ აი ეს მაინტერესებს რა შთაბეჭდილება დააგიტოვა თუ რამე იყო გუშინ ფარსი იყო ეს ბატონი ადამიანი რომელიც არ ვიცი თავად არ იცოდა ისე მოხსნეს ხო პირველად თანამდებობიდან არა ხო მისმა მეც მივიღე მისი მოსალოდნელი ხო როგორც ჟურნალისტმა ანუ მისმა პატრონმაც კი ვერ დახუჭა თვალი იმ თავის კლანზე და ნეპოტიზმურ ასე ვთქვათ ქსელზე რომელიც მას შექმნილი ჰქონდა და ამ ადამიანს მართლა მადლობა აქვს ჩემთვის გადასახდელი ხა ბატონ ღარიბაშვილს ეხა რო არა ხა ჩემი შემთხვევა და რო არა მე აქინა გამომდინარე ახარიას გადადგომა ეს ბატონი ხა არც გაახსენდებოდა და პრემიერ-მინისტრად ვინ დააბრუნებდა ხა იმდენად უჭირთ რომ ხა ღარიბაშვილი მოავლინეს პრემიერ-მინისტრად ამიტომ მადლობა თუ კი რამეს ვიმსახურებ ხა ღარიბაშვილისგან 24 საათი დილით რო გაიგვიძებს მადლობა უნდა თქვას რომ პრემიერ-მინისტრად ის დღეს არის მაგრამ ნახოთ ორშაბათს სამი თვე რამენაირად ატანადი იქნება ეს ბატონი იმ თანამდებობაზე რომელზეც არის ამიტომ ძირფასო საზოგადოება აი ყველანი ვინც კი ვფიქრობთ რომ და თვალი გვიჭირავს რომ ქვეყნიდან უნდა გავიდეთ გაუსაძლესი პირობები არის შექმნილი ოჯახებს ვეღარ ვარჩენთ ხომ ვინც დავრჩით უნდა დავრჩეთ მომდენო 3 თვე იქნება გადამწყვეტი და გამსაზღვრელი მე ასე მჯერა მომდენო 10 წლის საქართველოსი ანუ მომდენო 3 თვე როგორც წარიმართება და რა შედეგით დასრულდება აი ამ შედეგიდან გამომდინარე განისაზღვრება თუ როგორი იქნება ჩვენი სახელმწიფო მომდენო 10 წლის განმავლობაში ამიტომ ახლა არც წუწუნის არც ხელების ჩამოყრის არც ურთიერთდაპირისპირების დრო არის მით უმეტეს ოპოზიციურ პლატფორმაზე და არც ამ ადამიანებთან ვის მიმართაც არის კონსენსუსი შემდგარი რომ ესენი არიან უბრალოდ იმ სამსახურში ვის სამსახურშიც არიან ანუ მათთან რა გვესაქმება ხო რა ეხა ვიზა ჯერა ეხა გუშინდელი მათი ნასაუბარი ან ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ან არ ვიცი ეკონომიკის გაჯასაღების მიმართულებით ან არ ვიცი ჩვენ საწარგებულ პატრონებთან ურთიერთობის გაღრმავების არავის რას საუბრობენ ისინი ნიშნულობა და ყურადღება აღარ უნდა მივანიჭოთ ხალხთან ველზე აქტიურად და რაც თავარია საზოგადოებამ უნდა დაინახოს რომ ოპოზიციონერები რომლებიც არჩევნებზე გამოვლენ და კამპანიას გავხსნით ვიქნებით ბოლომდე თავდადებულები და უკან დამხევები არ ვიქნებით არც ერთი წუთი და არც ერთი წამით რაც შარშან 2020 წლის არჩევნებში ძირითადად ოლქებში აკლდა აი ეს აღხმა საზოგადოებას რომ ეს ადამიანები ეხა თავს გადადებენ და იბრძოლებენ და არ შეეგვატოვებენ ეს აკლდა და იგივე შეცდომები არ დაიშვება მაგრამ ის ნაწილი რომელიც ვიცი უკვე რომ ბოლომდე თავს გადადებს და სამსხვერპლოზე საკუთარ ჯანმრთელობასაც მიიტანს საკმარისი აღმოჩნდება ამ უბედურების დასამარცხებლად. ამიტომ აი თუ გინდათ არ ვიცი ჩამომართვით პირობა და ნახოთ არ არსებობს ჩვენ ოქტომბერში ქართული ოცნება არ დავამარცხოთ. იმიტომ რომ ამ ყველაფრის წინაპირობა არსებობს ბოლო საკუთარი თავის ჯერა და ჩემი მეგობრების და ბრძოლაში საკმარისი გამოცდილება მივიღეთ და ამ ბრძოლაში საკმარისი ილეთებით ვიცით პოლიტიკური და ყველაფერთან ერთად რაოდენობასთან ერთად ჭყუითაც ვაჯობეთ და იმ ბრძოლის ტაქტიკას და სტრატეგიას შევთავაზებთ რომელიც შანსს არ დაუტოვებს ქართულ ოცნებას ნებისმიერი სახის манипуляციით შეინარჩუნოს მიტაცებული მართლობა დავაარქივებთ ამ სიტყვებს და იმედია რომ დადებითად ახდება და არჩევნების შემდეგ გამოვიყენებთ როგორც გამართლებულ ასე ვთქვათ პოლიტიკურ პროგნოზს ძალიან დიდი მადლობა ნიკა სტუმრობისთვის და გელოდებით რა თქმა უნდა კიდევ როდესაც ახალი ძალიან მალე დავიწყებთ აქტიურ კამპანიას და პოლიტიკურ კარგი გაგებით პოლიტიკურ ბუხს პოლიტიკურ ასე ვთქვათ პროცესებს ავაბუხბუყებთ
და დავაყენებთ და ქართულ ოცნებას შანსს არ დაუტოვებთ რომ გატოქტეს და რაიმე სახით გადაცდომას თუ რაიმე სახით მართლსაწინააღმდეგოებას კამპანიის ფარგლებში თუ კი ისინი ჩაიდნენ და ამაზე წავლენ აი მყის ყველა მთელი საერთაშორისო საზოგადოება ჩადგება ყველა ფერს თავიდანვე საქმის გულში რაც ასევე გვაყდა შარშან მოდი დავიხსენოთ ნამდვილად ჩვენ ხედავთ რომ ყოველდღე არის ეს საერთაშორისო პარტნიორების უწავესი შეფასება ახლა ოქრიაშვილის ოლქი რომელიც იბრძოდა ბოლომდე და ადამიანებს არ ვიცი რა არაკადრეს და რა და იყო მეორეა 30 ოლქიდან 28 ოლქში პრაქტიკულად ჰქონდათ კომფორტს არ ვამბობ ყველა 6 მაქსიმუმ 6 ოლქში იყო შარშან არჩევნები რასაც არჩევნები ქვია ჩემი სტანდარტით ხო ყველგან რო იგივე ყოფილიყო აი ეს ვიგულისხმე ნაწილობრივ დღეს ქართული ოცნება არ იქნებოდა მაგრამ დღეს ყველგან იგივე უნდა იყოს რაც იმ ოლქში იყო როგორც კახა ოქრიაშვილი იბრძოდა როგორც ოპოზიცია გდანში იბრძოდა და როგორც სამგორში და როგორც ვაკეში და რამდენიმე ასე თქვა ოლქში ბევრში არა სამწუხაროდ თელ საქართველოში იგივე ბრძოლა გაიმართებოდა კარგით დანარჩენი ნახოთ ძალიან დიდი მადლობა ნიკა ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი